მშვიდობისა, ეს არის ახალი წყლამის ხერხი. დღის მთავარ თემებს მეცხრე არხის რეპორტიორები და ჩვენ თავთა სანიკიძე და ლევან ჯავახიშვილი წარმოგიდგენთ. არეულობა და დაპირისპირება თბილისის ქუჩებში. ჩაშლილი აქცია რუსთაველის გამზირზე. პროცედურული ომის დასასრული ოკუპაციის შესახებ გამოპროექტი პირველი მოსმენით დამტკიცებულია. რამდენიმე წუთში ჩვენ ასევე შევიდავთ. სისხლის სამართლის დევნა ირაკლი ეზუფაიას წინააღმდეგ. რა შედავება გამოძიება რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორს. ჩაშლილი აქცია და ფიზიკური დაპირისპირება რა მოხდა დღეს რუსთაველის გამზირზე. აქციიდან აქციამდე ძალადობის მიზეზი და მისი შედეგები, ფსიქოლოგების ანალიზი. აქციის წინააღმდეგ აგრესიული შეძახილები, ჭინჭრები, ქვები, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია ჩაიშალა. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები თავისუფლების მოედნიდან განდევნეს. დაშავდა 28 ადამიანი, მათ შორის 1 ჟურნალისტი და რამდენიმე პოლიციელი. დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფილარმონიასთან შეკრებილმა ალტერნატიული აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლეს და პოლიციის კორდონი გაარღვიეს. დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად სამართალდამცავებმა სექსუალური უმცირესობები და მათი მხარდამჭერები ყვითელი მიკროავტობუსებით ტერიტორიას გაარიდეს, თუმცა რამდენიმე ინციდენტი მაინც მოხდა. ამ დროისთვის უკვე რუსთაველის გამზირზე სიმშვიდეა, თუმცა მანამდე მთელი დღის განმავლობაში თბილისის ცენტრში დაპირისპირება იყო, ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. უფრო კონკრეტულად, რა მოხდა დღეს რუსთაველზე და როგორ დაიწყო უთანხმოება და დაპირისპირება, თამარ გოგესაშვილის რეპორტაჟი. აქციის წინააღმდეგ მიმართული მსვლელობა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ჯვრებით, ხატებით, საპროტესტო პლაკატებითა და ჭინჭრის კონებით აღჭურვილი მრევლი სასულიერო პირები და საზოგადოების ერთი ნაწილი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ეს არ არის მართლმადიდებლური, ეს არ არის ქართული და ჩვენ მთელი საქართველო ამის წინააღმდეგი ვართ. არანაირი ძალადობა, ჩვენ გვყავთ ყველანაირი ძალადობაზე, ამიტომ ვითხოვთ გამოძიებულ იქნა საქმეები იმ ადამიანებისა, რომლებიც არიან არასამთავრობო ორგანიზაციებში და ფინანსდებიან უცხოეთიდან. ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის მონაწილეთა ნაწილი პუშკინის ბაღში შეიკრიბა. ხო იცით რომ ველოდებით, რატომ მეკითხებით საოცრად? არა, როგორ ვაპირებთ, გადაკეტილია რუსთავი. პირველი საათისთვის მე ვფიქრობ, ყველა იქნება უკვე შეკრებილი, აქცია გაიმართება 9 საათის განმავლობაში და დაიშლება. რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის რამდენიმე კორდონი იყო განლაგებული. აქციის დაწყებისთანავე რუსთაველზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მივიდნენ. მამოვემა იგეს, რომ თქვენ რომ არ იქნება ეს არ მოხდებაო. და დასულია ის ხალხი, ვინც უნდა მოვიდეს და შეიკრიბოს თავის აზრი გამოთქვას. გამოვლენ სხვაგან, შეიძლება აქ შეიკრიბოს, შეიძლება ქვევით შეიკრიბებიან, არ ვიცი, სადაც შეიკრიბებიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მათი. შემიძლია გითხრათ, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში ყველას უნდებას დაიცავს. თუ არ მიწეს ნინდა საშუალება რომ ჩაატარონ, ამით ხო დაირღვევა გეების ძებების რომ ვერ ჩაატარონ. ამ დროისათვის მეც ვერაფერს ვერ ვეთქვი. თქვენ ესაუბრებოდით სამღვდელოების წარმომადგენლებთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს ვერ თავისუფლების მოედანზე პირველი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი და ჯებირი გაარღვიეს.
სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით პუშკინის ბაღში შეკრებილი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები ტერიტორიიდან გაიყვანეს. ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული პლაკატების გამოჩენას თავისუფლების მოედანზე მორიგი დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციის მიერ შეჩერების მცდელობის მიუხედავად აქციის მონაწილეებსა და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ვაჩნაძის ქუჩაზეც გაგრძელდა. მოგვიანებით დაპირისპირების ეპიცენტრმა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. აქციის მონაწილეებმა სახალხო დამცველს LGBT-ს წარმომადგენელთა მხარდაჭერისთვის პასუხი მოსთხოვეს. რევლი წავიდეს სამებაში. წავიდეს და გადავიხადოთ პარაკლისი. სასულიერო პირების მოწოდების შემდეგ აქციის მონაწილეთა ნაწილმა სამების საკათედრო ტაძარში გადაინაცვლა. მოწოდების მიუხედავად დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტის ყოფილი შენობის წინ დარჩა. ეხლა აპირება 20 საათი ისევ გამოსვლას ოღონდ ლესბოსელები არ ვიცი და ჩვენ დგევართ რომ გავაპროტესტოთ ეს ყველაფერი. დაპირისპირების შედეგად ბოლო ინფორმაციით დაშავებულია 28 ადამიანი, მათ შორის ერთი ჟურნალისტი და რამდენიმე პოლიციელი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. სულ დაზიანებები მიიღო დღეს განმავლობაში 28 ადამიანმა, აქედან 14 არის გადაყვანილი სტაციონარებში. ერთი გაწერილია, უკვე გაეწერა ბინაზე, დანარჩენებს ადგილზე აღმოჩნდა დახმარება. ყველა დაზიანება საბედნიეროდ მსუბუქია, გარდა ერთისა საშუალო სიმძიმეს არის კოწური სახლის მოხელობა და ერთი თქვენი კოლეგა არის თხემის ლაგვიჭრილობა და არის დაკვირვების ქვეშ. აქციის დასრულების მიუხედავად რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა ლოკალური ინციდენტები. დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე რამდენჯერმე გამოჩნდა შინაგან საქმეთა მინისტრის ესკორტიც. სამართალდამცავი ორგანოების ჩარევით რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა 4 საათზე აღდგა. აქცია სრულად დაახლოებით 6 საათისთვის დაიშალა. დღის ბოლოს მომხდარ საქართველოს პატრიარქიც გამოეხმაურა. ჩვენ ვემიჯნებით ზალადობას, მაგრამ არ შეიძლება ამისი პროპაგანდა. ადამიანი შეიძლება ჩავარდეს ცოდვაში. უნდა ითქვას, რომ საერთოდ ეს არის ცოდვა. ვერავითარი რელიგია ვერ დაუჭერს მხარს ამ ცოდვას. უწმინდესმა ეს განცხადება სტამბულში გამგზავრებისას თვითმფრინავში გააკეთა. ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე ჰომოფობიის გამოვლინების დღედ იქცა, ასეთია სახალხო დამცველის შეფასება. ომბუდსმენი იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს, რომლებმაც სექსუალური უმცირესობებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ ძალადობა გამოავლინეს. უჩან ანუაშვილს პრეტენზია აქვს პოლიციელების მუშაობის მიმართაც. საკუთარ შენიშვნებს აქვეყნებენ ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა წარმომადგენლები დღეს რუსთაველის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებას თვალსადევნებდნენ. დღის ბოლოს განცხადებას აკეთებს ევროკავშირის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამერბერგი საქართველოს პატრიარქს მიმართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავრობის დეპუტატების მესამე სექტორის ომბუდსმენისა და საერთაშორისო მედიის გამოხმაურება. ნოდარ ჩაჩუას რეპორტაჟში ნახეთ, რა რეაქციები მოჰყვა დღევანდელ დაპირისპირებას. სამწუხარო პარადოქსია, რომ სწორედ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე გახდა საქართველოში ჰომოფობიის გამოვლინების დღე. სახალხო დამცველის ამ შეფასებამდე უჩან ანუაშვილი რუსთაველის გამზირზე პირადად იმყოფებოდა. ომბუდსმენის აპარატი დღეს მთელი დღის განმავლობაში რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს აკვირდებოდა.
გავრცელებული კადრებიდან აღკარაა, რომ პარალელური აქციის მონაწილეები, მათ შორის სასულიერო პირები, იყვნენ იმ თავითვე აგრესიულად განწყობილები, მისდევდნენ აქციის მონაწილეებს. მათი მიზანი არა მშვიდობიანი პროტესტი, არამედ აქციის მონაწილეთა ფიზიკური ანგარიშწორება იყო. რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ექსტრემიზმისა და სიძულვილის გამოვლინებას. რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს დღეს არასამთავრობო სექტორი სპეციალურ ბრიფინგებზე აფასებდა. სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკა ისმოდა დღეს პოლიციისა და საპატრიარქოს მისამართით. მათ არ მიეცათ საშუალება გამოეყენებინათ და ესარგებლათ საქართველოს კონსტიტუციით, სხვა კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული უფლებების რეალიზება გაეკეთებინათ და შეკრებილიყვნენ და გაეკეთებინათ აქცია იმის შესახებ, რასაც ისინი თვლიდნენ საჭიროდ. საქართველოს ნამდვილად დემოკრატიის გზაზე და ჩვენ არ უნდა დავუშვათ რომელიმე ჯგუფის წინააღმდეგ განხორციელდეს აგრესია და ეს აგრესია იყოს ესეთი მასშტაბური და ფართო, როგორც დღეს იყო. ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს განვითარებულ მოვლენებს საპარლამენტო უმცირესობაშიც გამოეხმაურნენ. ნაციონალური მოძრაობის აზრით ხელისუფლებამ უმცირესობის დაცვა ვერ მოახერხა. ეს არის ტოტალური სიბნელის, ბოროტების და სისასტიკის გამოვლინება. ძალიან მძიმე არის ამ ყველაფრის ყურება, როდესაც ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებენ სასულიერო პირები, ეპისკოპოსები, ისინი არ ერიდებიან ცემატყებაში და სისასტიკეში ბავშვების ჩართვას. სამწუხაროა, რომ მრავალ საუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციის მიუხედავად ჩვენ მოგვიწევს აუხსნათ არაერთ ჩვენ მოქალაქეს, რომ რელიგიას არანაირი საერთო არ აქვს ძალადობასთან, ფუნდამენტალისტთან და ექსტრემისტთან. აქციის წინააღმდეგ მოწყობილი აქცია დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პოლიტიკურ წრეებში. მართველი კოალიცია რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს ემიჯნება. საქართველოს ხელისუფლება მისი პირველი პირიდან ნებისმიერი სხვა დეპუტატის ჩართვლით აბსოლუტურად გმობს და ემიჯნება იმას, რაც დღეს მოხდა რუსთაველის გამზირზე. ეს არის მიუღებელი. ასეთი რამ არ შეიძლება ცივილიზაციაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში ხდებოდეს. ვითარება არის ძალიან მწვავე. ეს ადამიანები არიან ძალიან აგრესიულები და მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ სწორად იქცევიან ამ წუთებში სამართალდამცავები. მე ვფიქრობ, მადლობა ეკუთვნის პოლიციასაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომელიც ამ აქციის მშვიდობიანად ჩატარებას ედგა სათავეში. არ იყო იოლი ამის გაკეთება. შეფასებები გააკეთეს საერთაშორისო და საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა მისიებმა. ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რუსთაველზე დღეს პირადად იმყოფებოდა. A gay pride parade in Georgia's capital Tbilisi. თბილისის მთავარ გამზირზე განვითარებული მოვლენები საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. სპეციალური რეპორტაჟი BBC-მ მოამზადა. ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე საქართველოში რუსული მედიისთვისაც საინტერესო თემა აღმოჩნდა. ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე გასული წლის 17 მაისს საქართველოში პირველად აღინიშნა. მცირე ფიზიკური დაპირისპირების მიუხედავად ერთი წლის წინანდელი აქცია მასშტაბებით დღევანდელისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. დღის ბოლოს განცხადება აქციის ორგანიზატორმა იდენტობამ გააკეთა, რომელშიც დღევანდელი ძალადობის ფაქტები დაგმო. და ახლა დებატები ჩვენს ეთერში როგორ აფასებენ დღევანდელ დაპირისპირებას მმართველი გუნდისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთმანეთის პირისპირ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკაბესელია და საქართველოს რეფორმების ასოციაციის თავმჯდომარე ელენე ხოშტარია. მოგესალმებით და პირველ შეკითხვას დავუსვამ ქალბატონ ეკას. ქალბატონ ეკა, ჩვენ უკვე მოვისმინეთ შეფასებები როგორც სახალხო დამცველის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. თქვენ როგორ ფიქრობთ, ისინი მთავარი შენიშვნას გამოთქვამენ სამართალდამცავი ორგანოს მიმართ და ამბობენ, რომ პოლიციამ დროულად ვერ შეძლო იმ რისკების გათვლა, რომელიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ამ შემთხვევაში ალტერნატიული აქციის მონაწილეების მხრიდან, ასევე შეიძლებოდა კორიდორის გარღვევის თავიდან აცილება. იზიარებთ თქვენ ამ შენიშვნებს, რომლებიც დღის ბოლოს გავრცელდა ომბუდსმენისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან? საღამო მშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე დღე იყო, პირველ რიგში ძალიან მწუხვარ და მინდა ძალიან გულწრფელად ვთქვა, რომ ყველანი ვინც დაშავდნენ დღეს და გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი და განიცადეს ფიზიკური თუ თქვა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასე შემდეგ. ანუ ყველა იმ ადამიანის გამო მწუხვარ, ვინც დღეს გარკვეული აგრესიის და ძალადობის ქვეშ მოექცა. თუმცა ძალიან ღიად უნდა ვთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის
რომ არა ესეთი მართლაც ორგანიზებული ძალიან კარგი და სრული მობილიზაციის პირობებში მაქსიმალური რესურსის გამოყენებით მიღებული ზომები, რომ არა ეს ზომები იქნებოდა მართლაც გამოუსწორებელი შედეგი, და რისკები იყო ძალიან მაღალი. მე მინდა შევახსენო ყველას, რომ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ძალადობის მომხრე და ძალადობის მაპროვოცირებელი, ასევე წამახალისებელი ჩვენი ხელისუფლება არ იქნება. კონსტიტუცია და კანონი, რასაც გვავალდებულებს და გვიწესებს და ჩვენ პატივს ვსემთ ქვეყნის კონსტიტუციას და კანონს, ბუნებრივია ამ წესების მიხედვით ჩვენ ძალადობას და რაიმე ტიპის უკანონოქმედებაში ვერავის ვერ გავამართებთ. თუმცა ამ საკითხს არ აქვს ერთი მხარე, მე უბრალოდ არ მესმის იმ ადამიანების, ვის დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადანაშაულებს, უპრეცედენტო რაოდენობის პოლიციელი იყო, 2000-ზე მეტი პოლიციელი გამოვიდა დღეს და მიღებული იყო ყველა ზომა წინსწრებად მათ შორის. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ორივე მხარესთან, მაგრამ იმდენად დიდი იყო მასშტაბი იმ ადამიანების, რომელიც საპირისპირო აქციას ატარებდნენ და გუშინ მთელი დღიდან სასულიერო პირები თავის მრევლთან ერთად მართავდა ასევე თავის აქციას და გამოხატავდა თავის პოზიციას და იმდენად დიდი იყო მართლაც მათ მხარდამჭერთა რაოდენობა, რომ თუ აი ამ პროპორციას გავითვალისწინებთ, პოლიცია მართლაც საოცრად მობილიზებულად იმუშავა. მე როგორც ვიცი, დაშავებულთაგან სხეულის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმაც, რამდენიმე მოქალაქემ, LGBT-ის ორგანიზაციის წარმომადგენელთაგან ამ დროისთვის, როგორც მე გადავამოწმე, თუ სწორი ინფორმაცია მომაწოდეს, საავადმყოფოში არავინ არ არის და ესე ძალიან მნიშვნელოვანია. მე ასევე გეტყვით იმას, რომ პოლიციის ხელმძღვანელობა, რომელიც როგორც გითხარით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ორივე მხარესთან, კორიდორი იყო შექმნილი თავისუფლების მოედნიდან პუშკინის სკვერამდე, პოლიციამ მობილიზება გაუკეთა სატრანსპორტო საშუალებებს, რომ აქციის მონაწილეები, LGBT-ის წარმომადგენლები გაეყვანა და გაიყვანეს მართლაც ტერიტორიიდან, სადაც იყო ძალიან მაღალი რისკი შეჯახების, თუმცა ასევე არის ინფორმაცია, რომ აქცია, რომელიც დაანონსებული იყო პირველ საათზე, დაიწყო გვიან, 40-მდე ადამიანი იყო, როგორც ინფორმაცია მოგვაწოდეს და ასევე ხაზგასასმელია ისიც, რომ შემდეგ მოგვიანებით კოლმეურნეობის მოედნიდან რამდენიმე ადამიანმა ისევ ცადა პროვოკაციის მოწყობა, რამაც დაძაბა ვითარება. შეჯახება და მართლაც არ იყო ის შედეგი, რაც სახიფათო იყო, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან მაღალი მართლაც სამუშაო შედეგი და მე უბრალოდ არ ვიქნები სამართლიანი, რომ მათი მისამართი თქვა სამდურად. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან მაღალი იყო ემოციური ფონი. გასაგებია, მივშეთ ხალბატონ ელენესაც ახლა პოზიციის გამოხატვის საშუალება. გმადლობთ ხალბატონ ელენე, დაგიბრუნდებით ისევ რამდენიმე წუთში მამდე ხალბატონი ელენე ლევანს ექნება შეკითხვა. ხალბატონ ელენე, მოგესალმებით და როგორი იქნება პირველ რიგში თქვენი კომენტარი ხალბატონ ეკას შეფასებასთან დაკავშირებით და რა უნდა გაკეთებულიყო იმისათვის, რომ მსგავსი დაპირისპირება არ მომხდარიყო? პირველ რიგში მეც მინდა გამოვხატო ჩემი ემოცია, მე იქ ვიმყოფებოდი იმ აქციაზე სოლიდარობის ნიშნად იმ ადამიანების, რომელთა უფლებებიც ილახება, შეილახა დღეს ძალიან უხეშად და ილახება დიდი ხნის განმავლობაში და ჩემი მთავარი мотиваცია იქ მისვლისა იყო სწორედ ის მუქარა, რომელიც ისმოდა დღეების განმავლობაში, კვირების განმავლობაში თუ არა, როგორც სასულიერო პირებისგან, ასევე ცალკეული ადამიანებისგან და ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, შესაბამისად ის ფონი, რა ფონზეც ხდებოდა ეს აქცია, უკვე გასაგები იყო, რომ საფრთხეები შემცველი იყო. ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ, პოლიციასაც ჰქონდა საკმარისი დრო, რომ შეეფასებინა ადეკვატურად და მომზადებულიყო ადეკვატურად ამ აქციის სწორედ რეგულირებისთვის და მე აქ ვიტყვი კონკრეტულად რას გულისხმობ. პირველი მინდა ვთქვა, სანამ კონკრეტულად პოლიციაზე გადავალ, რომ განცხადებები, რომელიც გაკეთდა პრემიერ-მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის მიერ რამოდენიმე და თუ არ ვცდები პარლამენტის თავმჯდომარის მიერ რამოდენიმე დღით ადრე
რომელსაც ხაზი გაუსვეს აუცილებლობას უმცირესობების უფლების დაცვის და გამოხატვის თავისუფლების, ეს იყო პოზიტიური, თუმცა ალბათ არასაკმარისი მთლიანად იმ კლიმატის შესასრულებლად, რომელიც შექმნილი იყო უმცირესობების თემებთან დაკავშირებით, არაერთი მთავრობის წარმომადგენელი და კოალიციის წევრი პერიოდულად ამ თემას ძალიან ნეგატიურად მოიხსენიებს, იყო კურტანიძის და სხვადასხვა კოალიციის წარმომადგენლების განცხადებები, რომელმაც გარკვეული კლიმატი შექმნა იმისა, რომ ხალხმა ასე თქვა ჩათვალა შესაძლებელი ასეთი აგრესიის გამოხატვა. თუმცა დღევანდელ აქციას რაც შეეხება, მე პირველ რიგში მინდა ძალიან თანაუგრძნო იმ პოლიციელებს მეც იქ ვიყავი და ნამდვილად გრძნობდი, როგორც ცდილობდნენ და ხედავდი, როგორც ცდილობდნენ ისინი ჩვენ დაცვას, ადამიანების იქიდან გაყვანას. ყოველ შემთხვევაში იყო იქ საუბარი და არასამთავრობოებმა თქვეს, რომ ზოგი პოლიციელი გამოირჩეოდა ცინიზმით და აგრესიით LGBT-ს წარმომადგენლების მიმართ, მაგრამ მე პირადად შემიძლია ვთქვა, რომ მე ვინც ვნახე, იყო ძალიან მოტივირებული და ცდილობდნენ ყველაფრის გაკეთებას, მაგრამ თავარია ის, რომ ის დაგეგმვა ოპერაციის იყო აპრიორი შეუძლებელი იყო იმ საფრთხის არიდება, იმ დაგეგმვით, როგორც იყო და იყო თუ არა გამართლებული სამართალდამცველების მხრიდან, რომ ამ შემთხვევაში მათ მიკროავტობუსებით გაიყვანეს აქციის მონაწილე. გეტყვით, წარმოუდგენელია უბრალოდ ფორმაში ჩაცმული პატრულის მიერ, რომელიც მე ძალიან შემეცოდა სწორედ იმის გამო, რომ მხოლოდ ისინი დაჩნენ აი ამ ძალადობის წინაშე, წარმოუდგენელია, რომ შეუიარაღებელმა პატრულმა და შეიარაღების, ანუ აღჭურვილობის ძალიან ბევრი ჰუმანური, თუ ასე ვთქვა, დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი საშუალება არსებობს. ეს არის დუბინკები, ეს არის ჭავლი, ეს არის ბევრი ძალიან სწორი და ადამიანის უფლების არ დამღვევი ლეგიტიმური ძალის გამოყენების საშუალება არსებობს. არსებობს სპეციალური დანიშნულების ორგანოები პოლიციაში, რომლებსაც ევალებათ სწორედ არა პატრული, არამედ სპეციალური ჯგუფები, რომელსაც ევალებათ ასეთი მასიური ძალადობის თავიდან არიდება და მეტიც თქვენ გულისხმობთ, რომ შესაძლებელი იყო მაგალითად პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება. მე შესაძლებელი კი არა, აუცილებელი იყო აღკვეთილიყო ის ძალადობა, იმიტომ რომ პოლიცია პრაქტიკულად რაც აკეთებდა და ისინი მეც ვერაფერს ვერ იზავდნენ, პატრული შეუერაღებელი გაყავდათ და აშორიშორებდნენ, ასე ვთქვათ, ამ ხალხს და გაყავდათ ეს ცემის მსხვერპლი ადამიანები არიდებდნენ, ასე ვთქვათ, მოძალადეთ, მაგრამ კიდე ერთ დავამატებ, თუ შეიძლება ეს ხდებოდა პრაქტიკულად მთელი დღის განმავლობაში. ბოლო ნიუსი მე რა წავიკითხე, ეს აგრესიული ხალხი მივარდა რაღაცა კაფესთან და იძახდა, აქ უნდა შევარდეთ, იმიტომ რომ აქ გეები ბუდობენ და ეხა ის უნდა დავარბიოთ და მე არ მესმის და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საღამოს მოვისმენ ინფორმაციას დაკავებულების და დასჯილების შესახებ, მათ შორის სასულიერო პირებისგან, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რელიგიასთან, თუ შევხედეთ იმ აგრესიას, რაც მათ გამოხატეს, მაგრამ რატო დაუშვეს მთელ ქალაქში? აი პოლიცია დაძდევდა აი ამ დრო ძალიან ცოტა გვაქვს. პოლიცია პრაქტიკულად დაძდევდა აი ამ მასებს და უბრალოდ წევდა იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ დაეკავებინათ, დაეშალათ იმ ცივილიზებული ხალბატონეკას მინდა ვკითხო. გასაგებია, მადლობთ ხალბატონეკა. ხალბატონეკა პირველ რიგში რაც შეეხება ძალადობის აღკვეთასთან დაკავშირებით, ფიქრობთ თუ არა, რომ მართლაც რაიმე სხვა ფორმისთვის უნდა მიემართათ სამართალდამცავებს, რომ მსგავს მასშტაბურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო დღევანდელი ინციდენტი და აქვე კიდევ ერთი დამატების შეკითხვა, ფიქრობთ თუ არა, რომ უნდა დაიწყოს უკვე გამოძიება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთა მხრიდან დღეს ადგილი ჰქონდა ძალადობისა და აგრესიული ქცევების გამოვლენას. პირველ რიგში ჩემთვის მიუღებელია, რომ პოლიციამ გამოიყენოს სამხედრო ტექნიკა და ისეთი საშუალებები, როგორითაც ჩვენ გვახსოვს ხოლმე არბევდნენ რუსთაველზე მერაბიშვილის მინისტრობის დროს აქციის მონაწილეებს, ხელჯოხები, პლასტიკური ტყვიები, მახსოვს დაშავებული ადამიანები, ძალიან მძიმედ მახსოვს, როგორ იქცეოდა მაშინ პოლიცია და არბევდა ხალხს და სადამდე შეიძლება ეს ყველაფერი მივიდეს, ვისაც არ უნახავს, იმათ მაინც დაუჯერონ, ვისაც უნახავს და გადაგვიტანია. ამიტომ ასეთი მოწოდება რატო არ გამოიყენა პოლიციამ სამხედრო ტექნიკა სპეციალური საშუალებები ძალის გადამეტება არანაირად არ არის კავშირში ლეგიტიმური ძალის გამოყენებასთან. პოლიცია ძალის გადამეტება რაც მე გეთანხმებით რომ იყო კავშირში არ არის. არა, მე არ მომწონს ძალის გადამეტება. თუ შეიძლება მოისმინეთ ერთი წუთით, მოისმინეთ. მივცეთ ხალბატონეკას აზრის დასრულების საშუალება. მე ვისმედი
ქალბატონ თქვენ სტუმარს უთხარით რომ კულტურა არის ასევე ისიც რომ მოусმინო როდესაც ადამიანი გელაპარაკება მithumetes მერქები მე ქუთაისიდან და არა ვარ სტუდიაში ასე რომ კეთილი ინებე და მოისმინეთ რასაც ვლაპარაკობ და მე ისაუბრე თქვენ დროში ეხლა რაც შეეხება მე ვფიქრობ რომ დამატებითი ძალის გამოყენება შექმნიდა კიდევ უფრო მაღალი დაძაბულობის რისკს თუ ვიღაც მოწონს ასევე რომ პოლიციელი როგორც ადრე იყო მოქალაქეებს რო დასდევდა ეხა სასულიერო პირებს გამოეკიდოს და ისინი ცემოს და ხელჯოხებით მიაყენოს დაზიანება მე არ მომწონს ეს და მე ვერ მოუწოდებ ესეთ რამეს პოლიციას პოლიციელებმა გამოიყენეს ყველა საშუალება და მაქსიმალურად იყო თავიდან აცილებული რისკები რომელიც კი შეიძლებოდა უბრალოდ შეჯახება რომელიც არ მოხდა და მე ვფიქრობ რომ ყველა საშუალება რაც კი მაქსიმალურად შექმნიდა მეტად შექმნიდა იმის წინაპირობას რომ კი არ დაძაბულიყო უფრო მეტად დაძაბული ვითარება არამედ განეიტრალებულიყო ეს გაკეთებულია თუმცა ცალმხრივად შეფასება რომელი მხარე იქცეოდა კარგად და რომელი მხარეა მე არ მგონია ესე სწორი იყოს კომპლექსურად უნდა შევხედოთ პრობლემას გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული და იქნება დაცული კონსტიტუცია გვალდებულებს რომ პატივივცეთ ყველას უფლებას მაგრამ ადამიანის უფლება და გამოხატვის თავისუფლება ასევე თავდება იქ სადაც იწყება მეორეს უფლება აბსოლუტური თავისუფლება არავის არ აქვს ასე რომ ეს მიჯნა უნდა იყოს დაცული და გავითვალისწინოთ ისიც რომ გუშინ გლოვის დღე იყო ქვეყანაში საპატრიარქომ გააკეთა განცხადება მისი უწმინდესობის განცხადება იყო ბუნებრივია არსებობს ძალიან მაღალი რისკი დაძაბულობის ყველაფერს ანგარიში უნდა გაუწიოთ თუ ამოცანა არის ის რომ ძალადობის წინააღმდეგ იბრძვით თუ ამოცანა არის ის რომ შექმნა ესეთი მაპროვოცირებელი გარემო სადაც ის არის თვითმიზანი რომ შედეგად მივიღოთ დაზარალებული გარკვეულ მაპროვოცირებელ ქმედებებსაც ჰქონდა ადგილი დღეს. ამ აქციის მომზადებამდე ფიქრობთ რომ მავანთა კი გარკვეული მაპროვოცირებელი გარემოებები შეიმჩნეოდა მე ვფიქრობ რომ სახელდებას მე ესე ნაუცვათებად არ ვაკეთებ ფაქტებს ვაანალიზებ და შემიძლია მოგვიანებით გავაკეთო ეს დასკვნა მაგრამ ჯერჯერობით შესწავლის პროცესში ვართ უბრალოდ მე ვამბობ რომ ყველაფერი უნდა იყოს აწონ-დაწონი ახლა რაც შეეხება გამოძიებას მე ვესაუბრე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას ვიკითხე ასევე თუ ვინმეს მხრიდან ქონდა ადგილი კანონის დარღვევას და ასეთი გამოიკვეთება ალბათ, იმიტომ რომ დაზარალებულია რამდენიმე ადამიანი, აპირებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირებას, მივიღე პასუხი რომ გამოძიება ჩატარდება და გამოვლენილი იქნება თუ ვინ დაარღვია კანონი და რეაგირება მოხდება როგორც ეს ხდება ძალიან სწრაფად და ამის მაგალითია იგივე შინაგან საქმეთა სამინისტრო, უბრალოდ იქვე ადგილზე დაკავება მათ შორის სასულიერო პირების, რომელსკენაც მოუწოდებენ ზოგიერთი კიდევ უფრო მეტად გასაგებია ხალხო მგონია რომ ეს იყოს კარგი რჩევა და მოწოდება გამოძიებას ეს არის ვალდებულება ხალხო რჩევა კი არა ვალდებულება გააკეთოს რეაგირება ეს არის ვალდებულება ერთი ადამიანი არის ხვალაც იქნება არა ხალბატონო ეკა ძალიან სამწუხაროა რომ ადამიანის უფლების დამცველი გაცილებით მეტი შეცდომა დაუშვა აი ესე ნაჩქირე არა ნაჩქარზე არ არის ხალბატონო ეკა არსებობს არა მოწოდება ხალბატონო ეკა ძალიან სამწუხაროა ერთი ადამიანის უფლების დამცველი უნდა წუხდეს დღეს იმ არ ადამიანის უფლების არ დაცვაზე რომელიც თქვენი ვალდებულება მაგრამ ამას დავანებოთ თავი ვალდებულება იმისა არა თქვენ ამართლებთ ამას იმიტომ რომ ვალდებულება იმისა რომ გამოიყენო ლეგიტიმური ძალა და ეს არ არის ძალადობა ეს არ არის ეთყობა მე რა ხალბატონო ეკა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ვალდებულება და არა რაღაცა პრეფერენცია რომ ეს ეკნას თუ ისე რომ ესეც ხდება ადამიანზე ძალადობა ის აღკვეთოს დაკავების თუ სხვა ცივილიზებულ მეთოდებებზე მაქვს მე საუბარი არანაირი მღვდელის დაკავება რას ნიშნავს თუ მღვდელი არის ვინაიდან დრო გვაქვს ძალიან ცოტა თუ შეიძლება დავსვათ კითხვას რომ დავასრულოთ იქნებს თუ მღვდელი იქნებს ჯობს ის არის დამნაშავე და ის უნდა დააკავო ხალბატონო თქვენთან მაქვს კითხვა ალტერნატიული აქციის მონაწილეების თავარი არგუმენტები ხალბატონო ეკა ძალიან თუ ეხა მე არ მინდა ამ პოლემიკას შესვლა
არ შემიძლია ესე საუბარი თუ შეიძლება დამასრულებინეთ აზრი, იმიტომ რომ აქედან ძალიან მოკლედ თუ შეიძლება და ბოლო შეკითხვა გვექნება შემდეგ ქალბატონ ელენესთან. ორივე მელაპარაკები და არ მესმის ესე არაფერი. მე დავასრულებ აზრს და შემიძლია გავიდე ეთერიდან, უბრალოდ მომეცით საშუალება რომ აზრი ჩამოვაყალიბო. სხვაგვარად შეუძლებელია. ქალბატონ ელენეს მინდა უთხრა, კანონი კარგად უნდა წაიკითხოს. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ადამიანს იმ წუთიერად თუ არ დააკავებ, ეს იმას ნიშნავს, რომ მე არ შეგიძლია იგივე ღონისძიება განახორციელო და ეს ვალდებულება შეასრულო. დააკავებას აქვს თავისი წესი, კარგად წაიკითხეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი, როგორ ხდება ეს პროცედურები და გამოძიების ჩატარება ნიშნავს იმას, რომ უცდომლად უნდა მიიღო გადაწყვეტილება, ემოციურად კი უნდა გადაწყვეტო იმ სიტუაციაში ხელს ვინც გიშლის, იმას დაცო ხელი, ასაც მიჩვეული იყავით თქვენ მერაბიშვილის პოლიციის დროს. კარგად უნდა გაანალიზეს კადრებში. ვინ არღვევდა კანონს და თუ ვინ არ არღვევდა დემაგოგია უბრალოდ. ის რომ შენ თვალწინ ადამიანს ურტყავენ და შენ იმას არ შენ თვალწინ რომ ესეც გასაგები რომ არ გაინტერესებს ტაბურეტკით ადე მოდელი ურტყავს ადამიანს და შენ იმას არ აკავებ. ეს არის თავიდან არ აცილება ძალადობის. ხა თქვენ მე რას მეუბნებით რომ თელ მსოფლიოში არ ხდება ტექნიკის გამოყენება, მიტინგის დარბევა არ ხდება, მიტინგი ცივილიზებული ფორმებით მაქვს მე საუბარი და იმ ტექნიკი რისთვის არსებობს? მოგწონდათ ის ფორმები, ძალის გამოყენება არ მომწონდა. თქვენ იყავით იმ ხელისუფლებაში, როდესაც კარგინდათ ქალბატონო ეკა მერაბიშვილი იხება არასოდეს არ მომისმენია ეს გაცხადება. კარგინდათ ეს დემაგოგია. კარგინდათ ეს დემაგოგია. ისაუბრეთ ადამიანის უფლების დამცველმა, ისაუბრეთ დღეს თქვენს კრახზე ადამიანის უფლების ვერ დაცვის. აი ამაზე ისაუბრეთ რომ ვერ დაიცავით ადამიანის უფლებები. ქალბატონო ელენე, მოდით კითხვას დავსვათ, ძალიან გთხოვთ. ალტერნატიული აქციის მონაწილეების მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ იდენტობის მიერ ორგანიზებული აქცია ეწინააღმდეგებოდა მაგალითად ეროვნულ ტრადიციებს, რელიგიას და ეროვნულ ღირებულებებს. ამაზე თქვენი კომენტარი რა იქნება, რომ ძალიან მოკლედ. საქართველოში ცხოვრება რეგულირდება კონსტიტუციით, რა თქმა უნდა, ეკლესიას აქვს თავის მნიშვნელოვანი როლი და ამ როლის შესრულება. მე მეგონა ჩემთან იყო კითხვა და ქალბატონო ეკა ქალბატონო ელენე თქვენთან არის. ჩემთან იყო კითხვა და ქალბატონო ეკა ქალბატონი ელენეს მისამართით იყო ეს შეკითხვა დასმული. გასცემს ქალბატონი ელენე და მოგიბრუნდებით ისევ თქვენ. ხო არ მესმის. სამწუხაროდ არ მესმის კარგად და ვერც ხედავთ რა ხდება. საქართველოს ცხოვრება რეგულირდება დემოკრატიულ სახელმწიფოში კონსტიტუციით და შესაბამისად ის უფლებები რაც არის კონსტიტუციით უნდა უზრუნველყოფილი იყოს და დაცული. ცოდვა თქვა ზოგადად ეკლესიის როლი აბსოლუტურად განსხვავებულია. ისტორიად ისინი უნდა ქადაგებდნენ სიკეთეს, არაძალადობას და სიმშვიდეს და მორალს არა ისე რომ რასაც ჩათვლიან, რაც მათ არ მოწონთ, ეს უნდა დაგმონ და დაარბიონ. ესე შეიძლება ცოდვა არის სიგარეტის მოწევა, ცოდვა არის მსახიობობა. მაშინ ჩვენ შეიძლება ხვალ რაღაც მომენტში, როგორც დღეს მივარდნენ და კაფეს დარბევას აპირებდნენ, იმიტომ რომ იქ გეები იკრიბებიან, ხვალ შეიძლება ვიღაცამ დაგვარბიოს, იმიტომ რომ დაარქვან ამას თქვა ცოდვა და ეკლესია და ჩვენ ტრადიცია ამას არ იღებს. ჩვენი სახელმწიფო არის დემოკრატიული და უნდა იყოს მოწყობილი კონსტიტუციის და კანონის მიხედვით და არა რომელიღაცა ჯგუფის, თუნდაც რელიგიური ჯგუფის პრეფერენციების მიხედვით. ქალბატონო, მცირე შეკითხვას დაგისვამთ, აქვე შაშანაც ანალოგიური პრეტენზია იყო სამართალდამცველი ორგანოს მიმართ და იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებული განცხადება. მე შარშანდელ 17 მაისს გულისხმობ, რომ ანალოგიურად დასრულდა აქცია. რომ მაშინ რატო ვერ ბედავდნენ ბანომერაბიშვილის დროს ესეთ პრეტენზიებს გამოიყენა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლებს. მე გეკითხებით თქვენ როგორც ყოფილი მთავრობის წარმომადგენელს, მაშინ თქვენთვის მისაღები იყო სამართალდამცველების მოქმედება? არა, ნამდვილად არ იყო, ნამდვილად მაშინაც ვერ აღკვეთეს. მე მეტი შემიძლია ვთქვა, ხა უბრალოდ ეს ახალი მთავრობის აბსოლუტურ რაღაც სტილში გადავიდა, რომ როცა მათი რაღაცა კრახია, რომ გადმოვიდნენ თქვა წინა პრობლემებზე, მე შემიძლია უსასრულოდ ვილაპარაკო, სად იყო ძალის გადამეტინება წინა ხელისუფლების დროს, რა იყო მიუღებელი იმ ძალადობაში, რაც ხდებოდა თუნდაც 26 მაისს. ჩვენ ამაზე სლად შეგვიძლია ვისაუბროთ და მე ამის პრობლემა აბსოლუტურად არ მაქვს, მაგრამ როდესაც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ დღევანდელი ხელისუფლების პასუხისგებლობაზე, რომ დაიცავს ადამიანის უფლებები, რომელიც მათ ვერ მოახერხეს, მოდით ამაზე ვისაუბროთ და დემაგოგიაში ნუ გადავარდეთ. ქალბატონო ეკა, თქვენთან მექნება ბოლო შეკითხვა, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე? განსხვავებით თქვენი სტუმრისგან, რომელიც იმ მთავრობას წარმოადგენდა და იმ ხელისუფლებას, რომელიც ტოტალურად არღვევდა ადამიანის უფლებებს, მასიურად ახდენდა ადამიანების
ღირსების შეურაცხყოფას, ადამიანებს პირდაპირ ხოცავდნენ და სპეცრაზმით უსწორდებოდნენ და სისხლიანი გუბეები იდგა იმ ადგილას და არ მომისმენია მათგან არასოდეს არც ერთი განცხადება, რომ ემიჯნებოდნენ და გმობდნენ მათ შორის თქვენი სტუმრისგან არ მომისმენია, ამიტომ ამ ადამიანებისგან მითითებას ადამიანის უფლებების დაცვაზე ვერ მივიღებ და ეს გიდა დემაგოგია ჩათვალეთ. ქალბატონ ელენეს და მსგავს ადამიანებს არ აქვთ უფლება ამაზე მიგვითითონ, იმიტომ რომ ეს ხალხი არ ღვევდა იმ ადამიანის უფლებებს ტოტალურად და 6000 საჩივარი მიდავს მე პირადად. თქვენ დღესაც არ ღვევთ ჩემ უფლებებს, იმიტომ რომ თქვენი საქმე არ არის ვინ როდის გამოხატოს არც. ხელისუფლება კარგით, ეს უკვე სხვა თემაზე გადავედით. ახლა სამწუხაროდ ჩვენი გამოშვების ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტი დრო დავუთმოთ ჩვენი დებატის სტუმრებს. ორივე მათგანმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია და საქართველოს რეფორმების ასოციაციის თავმჯდომარე ელენე ხოშტარია იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები და ჩვენ განვაგზავნებთ გამოშვებას რუსთაველის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება პრემიერ-მინისტრი. წაგიკითხავთ განცხადებას, რომელიც საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული. მშვიდობიანად შეკრებისა და თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება ფუნდამენტურია ჩვენი დემოკრატიისთვის. საქართველოს ყველა მოქალაქე სრულად და თანაბრად სარგებლობს ამ უფლებით. ჩვენ არ შევურიგდებით ძალადობას, დისკრიმინაციასა და სხვათა უფლებათა შეზღუდვას და ამ დანაშაულების ყველა ჩამდეს კანონის შესაბამისად გაეცემა პასუხი, აცხადებს პრემიერი. განცხადების მიხედვით რუსთაველზე დღეს 2000-ზე მეტი სამართალდამცველი იყო მობილიზებული, თუმცა პოლიცია მართლმადიდებელი აქტივისტების დიდ რაოდენობას ვერ გაუმკლავდა. მომხდარის გამო შეშფოთებულია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცოტა ხნის წინ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა პრეზიდენტი პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს და მომხდარს ძალადობრივ აქტს უწოდებს. მე უკიდურესად ვარ შეშფოთებული დღეს თბილისის ცენტრში განვითარებული ძალადობით. ძალადობა, როგორი მოტივითაც არ უნდა იყოს ეს განპირობებული, არ შეიძლება იყოს ქართული საზოგადოების სახე. მე ნამდვილად არ ვეთანხმები იმას, რომ დღევანდელი ძალადობა იყო რიგითი პოლიციელების რაღაც სახის მოქმედებების შედეგი და ეს მათ უნდა დაბრალდათ. საუბარი არის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. მთავრობა იმას რაც ხდება, კი არ უბრალოდ კი არ უნდა ემიჯნებოდეს. მთავრობა იმიტომ ყავს ქვეყანას, რომ არ დაუშვას ძალადობის ფონის მომატება საზოგადოებაში. ძალადობის სცენების სოფლიოსთვის ჩვენება მკვეთრად ასუსტებს ჩვენ საერთაშორისო პოზიციებს, აძლიერებს ჩვენ მტერს. 17 მაისიდან 17 მაისამდე ისევე როგორც ზუსტად 1 წლის წინ დღესაც ჰომოფობიის წინააღმდეგ და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე თბილისში ძალადობით სრულდება. 2012 წელსაც მსგავსი აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მაშინაც რუსთაველის გამზირზე ერთმანეთის პირისპირ სექსუალური უმცირესობების უფლებათა დამცველები და საეკლესიო პირები იდგნენ. დღეს მეცხრე არხი შეეცადა ძალადობის მიზეზები და მისი შედეგები გაერკვია. აქციიდან აქციამდე ნახეთ სოფო ზედელაშვილის რეპორტაჟი. ეს ის მიკროავტობუსია, რომლითაც ჰომოფობიის გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე მისული აქტივისტები პოლიციის თანამშრომლებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს. ქვებისა და ჯოხების წვიმაში სამართალდამცველები თავდამსხმელების შეკავებას ასეც ცდილობდნენ. სიტუაციის ასე გამწვავებამდე მოქალაქეების ერთი ნაწილი პარლამენტთან დილიდან იკრიბებოდა. ბასილ მკალავიშვილი, მისი მრევლის, სხვა სასულიერო და სამოქალაქო პირები უმცირესობების გამოჩენას ჭინჭრით ხელში და გალობით ელოდნენ. აქცია არ გვინდა რომ ჩავატარებინათ, იმიტომ მომენტ. რატო? მეკითხები? მართლმადიდებლურ ქვეყანაში შეიძლება რომ ამათ მავლებით აქციები ჩაატარონ თან წმინდა ადგილზე ქაშვეთის წინა, სადაც 9 აპრილის დაღუპილები არიან? არ მივცემ საშუალებას. მიკროავტობუსებზე თავდასხმის გარდა შეკრებილთა ნაწილი ცალკეული პირების დევნითაც იყო დაკავებული. საკუთარ პოზიციას ისინი ასე გამოხატავდნენ. პროპაგანდა ვერ მოახერხეს და ჩვენ დავიმარჯვეთ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა. განსაკუთრებით ტელევიზიებს მოუწოდებს შეწყვიტონ ამათი აგიტაცია. რასაც ქვია, ხო? მაგათ არ დაუშვეს. ეს ბატონო ჩვენზე არ არის ლაპარაკი. ღმერთი არ დაუშვეს. ჩვენ საქართველოს გულისთვის ყველაფერს თავთ. ყველაფერს გავწირავთ საქართველოს გულისთვის. მეცხრე არხის კამერამ სამოქალაქო და სასულიერო პირების მხრიდან ძალადობისა და პოლიციელზე თავდასხმის კადრებიც დააფიქსირა.
ეს არ იყო სახელმწიფოსგან ნებადართული ტოტალიტარიზმი, ეს იყო ეკლესიისგან ნებადართული ტოტალიტარიზმი, რომელსაც სამწუხაროდ ვერ გაუწია წინააღმდეგობა მთავრობა. აი ახლა ჩვენ ქალაქში ვუყურებთ აბსოლუტურად უმართავს სიტუაციას და მე მიმაჩნია რომ ეს ძალიან სახიფათოა საქართველოს სახელმწიფოსთვის. ჩემი ორი შვილი ქართველია, ქართველი ქმარი მყავს. ვცდილობ ტოლერანტული შვილები გავზარდო, ვინც ძალადობის წინააღმდეგი იქნება. აგრესიის ხარისხით განსაკუთრებით შეშფოთებულია დარბევის ერთ-ერთი თვითმხილველი ჰოლანდიელი ქალბატონი. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი სიძულვილი არსად მინახავს. ჩვენ ფრუსტრირებულ საზოგადოებას წარმოვადგენთ და სადაც საზოგადოება არის ფრუსტრირებული, იქ ძალადობის ხარისხი არის ძალიან მაღალი. ფსიქოლოგი მაია ცირამუა ძალადობის მიზეზებზე საუბრობს. ეს პრობლემაა ჩვენ საზოგადოებაში. ჩვენ არ შეგვიძლია რატომღაც განსხვავებული ადამიანის პოზიციაში წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი, გვესმოდეს მათი და ვაძლევდეთ საშუალებას, რომ ყველა მშვიდობიანად ვცხოვროთ ამ ერთიანი ცის ქვეშ. ზუსტად 1 წლის წინ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის მონაწილეებს მოქალაქეების ერთი ნაწილი ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულთა საქმეები ამჟამად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გადაგზავნილი. არეულობა მოყვა ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციას რუსეთშიც. აქტივისტები სანქტ-პეტერბურგში გამოვიდნენ. მშვიდობიანი აქცია ჯერ სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის 100-მდე მონაწილეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი დაუპირისპირა და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაში დაადანაშაულა. სექსუალური უმცირესობის მხარდამჭერებს ალტერნატიული აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტები მოედნიდან მიკროავტობუსებით გაიყვანეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. კორუფციული სქემა და რამდენიმე მილიონიანი ზარალი ირაკლი ეზუგბაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. დაკავებულები არიან საქართველოს რკინიგზის ყოფილი და მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები. ბრალდება დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისება გაფლანგვა. საუბარია ეზუგბაიას ყოფილი უწყებასა და ვაგონშემკეთებელ კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლითაც გამოძიების ცნობით საქართველოს რკინიგზა მილიონებით იზარალა. ბელა ზაქაიძე განაგრძობს საუბარს, ბელა უფრო კონკრეტულად რა სქემაზეა საუბარი და ვინ არიან დაკავებულები. ირაკლი ეზუგბაიას ბრალს სავარაუდოდ დაუსწრებლად წაუყენებენ, როგორც საგამოძიებო სამსახურში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ირაკლი ეზუგბაია დაკითხვაზე იყო გამოძახებული, თუმცა დაკითხვაზე არ გამოცხადებულა, როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ. ირაკლი ეზუგბაია მიმალვაში იმყოფება. საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობის, კონკრეტულად 65 მილიონი ლარის მითვისება გაფლანგვის ფაქტზე. ეს ეხება ირაკლი ეზუგბაიას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორობის პერიოდს და ეს დანაშაულებრივი სქემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაშიფრა. ჩვენ ვიმყოფებოდით ირაკლი ეზუგბაიას სახლში, თუმცა როგორც მისმა მეზობლებმა აღნიშნეს, ბოლო თვეების განმავლობაში ირაკლი ეზუგბაია სახლში არ გამოჩენილა და საქართველოში არ იმყოფება. დატოვა საქართველოს ბოლო თვეების განმავლობაში იგი საქართველოში არავის უნახავს. დიდი ხანი არ გინახავთ? არა, კარგი ხანია კი არ. საერთოდ არ მინახია და ტელევიზორით მინახია რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ასეთი მე არ ვიცნობ ახლა სიმართლე გითხრა და შეხება არ მაქვს. ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს რკინიგზის 7 ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსანი. აქედან 5 პირი მოქმედი მაღალჩინოსანია, ხოლო 2 პირი ყოფილი თანამშრომელი. საქმე ეხება 2008 წლიდან საქართველოს რკინიგზის მიერ გაფორმებულ 5 ხელშეკრულებას შეპესე ვაგონმშენებელ კომპანიასთან. ამ ხელშეკრულებების მიხედვით უნდა მომხდარიყო ვაგონების შეკეთება, კონკრეტულად საქართველოს რკინიგზა ერთი ვაგონის შეკეთებაში იხდიდა $39,000, არადა ერთი ვაგონის შეკეთება საბაზრო ფასით გაცილებით ნაკლები იყო, $31,000 შეიძლებოდა ერთი ვაგონის შეკეთება და ამ დანაშაულებრივი კორუფციული სქემის მიხედვით ირაკლი ეზუგბაია და საქართველოს რკინიგზის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დიდი ოდენობით თანხებს ითვისებდნენ და ფლანგავდნენ. სწორედ ეს დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. დაკავებულები ეგრეთ წოდებული მოდულის შენობის დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილები.
სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას მიმართ, რომელიც ამჟამად იმყოფება მიმავლაში. გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს რკინიგზასა და ვაგონმშენებელ კომპანიას შორის ვაგონების გარემონტების მიზნით 2008 წლიდან გაფორმდა 5 ხელშეკრულება, რომლებშიც საქართველოს რკინიგზამ ერთი სატვირთო ვაგონი შეკეთებისთვის ხელოვნურად გაზრდილი თანხა 39,000 ამერიკული დოლარი დააფიქსირა. თუმცა რეალურად ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31,000 ლარი იყო. ამ ქმედებით დაკავებულებმა შეპესე საქართველოს რკინიგზას მიაყენეს 65 მილიონი ლარის ზიანი. ჩვენ ვიმყოფებოდით რუსთავში ვაგონმშენებელ კომპანიაში, თუმცა ეს კომპანია დაკეტილი აღმოჩნდა, თანამშრომლები იქ არ იმყოფებოდნენ, მხოლოდ დაცვის თანამშრომლები იყვნენ ამ კომპანიის დამფუძნებლები და რამდენიმე პირი, როგორც აღნიშნეთ, დაკავებულია. მათ სავარაუდოდ ბრალს ხვალ წაუყენებენ, ყველა მათგანის დაკავება მოხდა დღეს. რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, ჩვენ ვცდილობდით მათგან კომენტარის მოპოვებას, თუმცა როგორც პრესსამსახურის უფროსმა განაცხადა, უახლოესი 1 საათის განმავლობაში ისინი განცხადება წერილობით გაავრცელებენ. ბრალი, რომელიც დაკავებულებს აქვთ წარდგენილი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გმადლობთ ბელა. ბელა ზაქაიძე საუბრობდა კორუფციული სქემის შესახებ პირდაპირ ეთერში. და სტიქია კახეთში ნახეთ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. ბორჯომის მკვიდრი დუმილს არღვევს ახალგაზრდა მამაკაცი ნაციონალური მოძრაობის წევრის წინააღმდეგ. უმაღლესი განათლების გაზრდილი დაფინანსება სოციალურად დაუცველებისთვის ცვლილება მთავრობის დადგენილებაში. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის ახალი 9-ზე. 73 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი 4 დღიანი დაპირისპირების შემდეგ პარლამენტმა ოკუპაციის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა, ნაციონალური მოძრაობის წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ცვლილებების მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების წესის დარღვევისათვის პირველ ჯერზე ადმინისტრაციული ჯარიმა აგათვალისწინებული. დღესვე დეპუტატებმა მეორე მოსმენით კენჭი უყარეს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს, თუმცა კანონპროექტი ჩავარდა. და რა ხდება ამ წუთებში ქუთაისში? მირიან გორგოძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. მირიან, რა განცხადებები გაკეთა დღეს საკანონმდებლო ორგანოში? დღევანდელი საგაზაფხულო პლენარული სესია უკვე დასრულებულია და როგორც უკვე აღინიშნა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით უკვე კენჭი ეყარა. ამ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს 73 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და შეიძლება ითქვას, ამით დასრულდა რამდენიმე თვიანი განხილვის პროცესი ამ კანონპროექტის ირგვლივ და ერთგვარი საპროცედურო ჭიდილი საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობის შორის. დღევანდელ პლენარულ სესიაზე კენჭისყრის წინ საგანგებო განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც გააკეთა განმარტება იმის შესახებ, რომ შეიქმნება საკონსულტაციო სპეციალური საბჭო, რომლის მიხედვით გადაიხედება სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის განკუთვნილი სამართლებრივი რეჟიმები. ამ საბჭოს შემადგენლობაში იმუშავებენ უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები. თავის მხრივ ხდომაზევე უმცირესობის წევრებმა დააფიქსირეს კმაყოფილება ამ ფაქტთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ შეიძლება მთავარ საკითხთან მიმართებაში შედგეს ურთიერთთანხმობა ორივე მხარეს შორის, რაც შეეხება თავად კანონპროექტს და კენჭისყრას. უმცირესობამ კენჭისყრის პროცედურაში არ მიიღო მონაწილეობა სიმბოლურად და ამით დააფიქსირა მისი წინააღმდეგობა და უკმაყოფილება კანონპროექტთან მიმართებაში. ზოგადად საზღვრის რეჟიმი რეგულირდება ამ ნაწილში დარღვევის შემთხვევაში ზოგადი კანონმდებლობით სისხლისამართლის კოდექსში და სისხლისამართლის კოდექსში ჩვენ გვაქვს სპეციალური მუხლი, რომელიც ეხება კონფლიქტური რეგიონების მიმდებარე საზღვრის სამართლებრივ რეჟიმს და დამოუკიდებლობის შესაძლო პასუხისმგებლობას. რაც შეეხება ამ კანონს, ბუნებრივია ჩვენ ამ კანონს როგორც აუჩვენებთ ხალხს 4 დღის განმავლობაში ისევე პრინციპის დონეზე პირველი მოსმენით ვერ დაუჭერთ ხალხს ახლაც, იმიტომ რომ ის რაზეც მომავალში შევთანხმდებით ჩვენი ასეთი პრინციპულად განსხვავდება იმისგან, რასაც დღეს ეხება კენჭი, შესაბამისად უმცირესობა ამ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, რა თქმა უნდა ეს არის რაღაც. დღესვე სესიაზე დეპუტატებმა განიხილეს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები. პრინციპში ამ კანონპროექტის განხილვაც კარგახანია მიმდინარეობს პარლამენტში. ბოლო მომენტამდე, ბოლო წუთამდე მიმდინარეობდა სხვადასხვა მხარეს შორის ურთიერთკონსულტაციები და პრინციპში მთავარი პრინციპები შეთანხმებული იყო და შეიძლება ითქვას, რომ არანაირი წინააღმდეგობაც არ უნდა შეხვედროდა საკითხს კენჭისყრის მომენტში, რომ არა გარკვეული პროცედურული დარღვევები და დაბრკოლებები ამ კანონპროექტს კენჭისყრისას მხარი დაუჭირა 74 დეპუტატმა
დეპუტატმა ქორუმი კი იყო 76 შესაბამისად კანონპროექტის მიღებას დააკლდა 2 ხმა. შედეგი კი არის ის, რომ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ჩავარდა და საკითხის კენჭისყრა მომდევნო პლენარული სესიისთვის გადაიდო. ძალიან ბევრი საკითხი შეიცვალა პრინციპში უკეთესობისკენ, იმიტომ რომ თავდაპირველი ვარიანტი ძალიან მძიმე იყო. მე ვფიქრობდი და ველოდი რომ უმრავლესობა მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ როგორც ჩანს, ხმების მობილიზება ამ ხრივ ვერ მოხერხდა. ტექნიკური მიზეზია მხოლოდ რომ 74 ხმა დაგროვდა. იყო პოზიცია სხვა დეპუტატების მხრიდან, რომლებიც არ არიან უმცირესობაში და უმრავლესობის მათ აქვს განსხვავებული მოსაზრება, ესეც დააბუნებრივია, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ამ საკითხს ესე იყო მეორე მოსმენით და აუცილებლად დაუბრუნდებით შემდეგ სასესიო კვირაში. პლენარულ სესიაზე სხვა მნიშვნელოვან კანონპროექტებთან ერთად დღესვე დეპუტატებმა ასევე განხილეს მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები და პირველი მოსმენით კენჭიც უყარეს. ამ კანონპროექტს 73 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დიდი მადლობა მირიან, ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში მირიან გორგოძე საუბრობდა. ნაციონალური მოძრაობის წევრს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება 4 წლის შემდეგ ბორჯომის მკვიდრი დუბილს არღვევს. ახალგაზრდა მამაკაცი მაჟორიტარობის ყოფილ კანდიდატს გაუპატიურების დაკვეთაში ადანაშაულებს. დაზარალებულის მტკიცებით არსებობს შემზარავი დანაშაულის ამსახველი ფოტომასალა. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. რაჩვენების მოპოვებას ცდილობდნენ პოლიციელები წლების წინ ბორჯომის მკვიდრისგან. რეპორტაჟში საკმაოდ მძიმე ფაქტებზეა საუბარი, რის გამოც არასრულწლოვნებისთვის სიუჟეტის ნახვა არ არეკომენტირებულია. გადავიდნენ ცემაზე. იქ ქონდა ფაქტს სიგარეტის დადება ყურზე, საჯდომზე სკამის ბოთლის მიდებას და სკამის ფეხით გაუპატიურებას. 25 წლის მამაკაცი საკუთარ ტრაგიკულ ისტორიაზე პირველად მეცხრე არხის ჟურნალისტებთან ალაპარაკდა. 2009 წელს მომხდარი ამბის გახსენება უჭირს, თუმცა დეტალურად ყვება რა მოხდა ბორჯომის პოლიციის შენობაში. თვითონ ცემაში იღებულობდა მონაწილეობას, როდესაც სურათები გადამიღეს სახეზე, საჯდომზეც ყველგან და აქ სურათების, როდესაც ნახა დამემუქრა, ამ სურათებს გამოგიკრა ბაკურიანში ცენტრში. ძიების თანახმად დაზარალებული 2009 წელს ბაკურიანში ორ მეგობართან ერთად ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს. მოგვიანებით აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით პოლიციის შენობაში დაკავებულებზე ზეწოლა განხორციელდა. დაზარალებულების საკუთარ ჩვენებებში ყვებიან, რომ მათზე პოლიციის ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანის და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ძალადობა განხორციელდა. იმედია სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და მიუჯია რაც ეკუთვნის მასთან მაგასთან ერთად ვიც იყვნენ ის პირები დაიჯებიან ყველანი. გამოვხატავთ აღშფოთებას და მინდა ჩვენი ერთწლოვნების სახელით თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობიდან ეს ერთი და ბოლო ფაქტი არ არის და სათანადოდ უნდა იყოს თითოეული ადამიანი დასჯილი, ვინც კი ესეთი ფაქტი განახორციელა. მამუკა ხვედელიანი და ბორჯომის პოლიციის რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი პროკურატურამ 5 თვის წინ დააკავა. ხვედელიანს და მის თანამზრახველებს ძიებამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით წაუყენა. ბრალდების მხარისთვის რომ მისი პოზიციები მყარია, ბრალდებულებს წაყენებული აქვს ბრალდებები საქართველოს სამართლის კოდექსის 154 მესამე პრიმა მუხლით, 63 მუხლით, 153 მუხლის მესამე ნაწილით, 157 მუხლით და 118 მუხლით. ხვედელიანის და მისი თანამზრახველების საქმე უკვე სასამართლოშია. დაკითხულია ბრალდების მხარეს ყველა მოწმე. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები დაკავების დღიდან ჟურნალისტებთან ურთიერთობას გაუპიან და ამბობენ, რომ კომენტარს სასამართლოს დასრულების შემდეგ გააკეთებენ. კომენტარი შეიძლება უარყოფ კომენტარზე, მაგრამ დაცვის ყოფი არ დამიტოვებია დაცვის გარეშე. მამუკა ხვედელიანი 2009 წლამდე ბორჯომის პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. შემდეგ კი ბორჯომის გამგებლად დაინიშნა. მოგვიანებით ნაციონალურმა მოძრაობამ ხვედელიანის კანდიდატურა ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატად დაასახელა. მის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე. ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს ხარს უჭერდნენ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და ადგილობრივი სასულიერო პირები. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი არჩევნების შემდეგ მალევე დააკავეს. მამუკა ხვედელიანს და მის თანამზრახველებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სტიქია კახეთში გურჯაანის რაიონის სოფელი ჭერემი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სოფელთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება ძლიერი წვიმის გამო. ადიდებულმა მდინარემ დასახლებულ პუნქტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა წაიღო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით საავტომობილო მოძრაობა ხვალ დღის მეორე ნახევარში აღსდგება. გზის კაპიტალური რეაბილიტაცია კი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით უახლოეს დღეებში დაიწყება.
ძლიერი წვიმა მოვიდა და გზები ჩაინგრაბა, ეს გზები თუ არ გაკეთდა, სოფელი ვეღარ ისარგებლებს. კვირა დღეს ბაზარში ჩამოდიან ხოლმე, ბაზარი არ აქვს არაფერი და აქ აყიდულებენ ყველაფერს. ეს იქნება დროებით, რომ თქვათ, იქ ღმერთთან დაიფაროს ვინმე ცუდად გახდა, ამიტომ რომ მის სოფლელი გზა იყოს, ეს იქნება დროებით ავარიული გზა, შემოვლითი გზა რაღაცნაირად გვინდა რომ თის გვერდით გავატაროთ. რომ რამენერად იქნება სამხელად მაინც მანქანა გავიდეს. და კულტურის ახალი ამბები ჯემალ ჭკუასელის ვარსკვლავი ოზურგეთში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო სიურპრიზი ცელის. კონცერტზე ცეკვა ლაზური ახალი ინტერპრეტაციით შესრულდება. აი დღეს აქ ჩამონტაჟდება ბატონი ჯემალ ჭკუასელის სახელობის ვარსკვლავი, რომელიც 18 მაისს შოუ პროგრამის შემდეგ გაიხსნება და იქნება დიდი ფეიერვერკები და ვფიქრობ რომ მაყურებელი ამით ძალიან მაყოფილი დარჩება. სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ერისიონის სამხატვრო ხელმძღვანელი ოზურგეთში დაგეგმილი კონცერტისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ემზადება. ანსამბლის არსებობის მანძილზე პირველად ჯემალ ჭკუასელი იუბილეს საკონცერტო დადგმით თავის მშობლიურ მხარეში გურიაში აღნიშნავს. გურიის გარდა ყველგან ვარ დაყოფილი, მაგრამ ტექნიკური საშუალებები არ აქვს. ეხლა გაგვიჩნდა თბილისში ტექნიკური საშუალებები, დიდი სცენა, გახმოვნება, განათება და მიდივართ რა. კაპრის გურულებს ვანახოთ, რას ვაკეთებთ. რას არ უნდა ტაში მოწყიდო ნიუ-იორკში თუ ლონდონში. ეგ არ არის მთავარი. მთავარი როგორ არის ეხლა უნდა ოვაციები ვის არ უხარია, მაგრამ შენი ხალხი რო დაგაფასებს, შენი ხალხი რო შეხელავს, ისე ვერ უნდა შეხელავს. შეხალხი გაახარებ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის. 78 წლის თავის იუბილესთან დაკავშირებით განახლებული საკონცერტო პროგრამა იგეგმება, რომელიც შესვენების გარეშე წარიმართება. მაყურებელს სიახლე ცელის. ოზურგეთის სცენაზე წლების შემდეგ პირველად ქორეოგრაფიული დადგმის ლაზურის სრულიად ახალი ვერსია იქნება წარმოდგენილი. ნებადურთა ცეკვა, რომელსაც ასრულებენ როგორც ვაჟები, ისე მანდილოსნები. ძალიან რთული ცეკვა იქნება. აი თქვენ ეხლა რაც გადაიღეთ, ის არის პირველი ნაწილი, ისიც დასამუშავებელია. შრომის პროცესში ვართ. მერე იწყება უკვე გართულებული ცეკვა და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ გოგოები ბიჭებს ტოლს არ უდებენ, ისეთი სწრაფი ცეკვა იქნებოდა ფეხების მოძრაობები ურთულესი ილეთებით. რაც ჩვენი მამა პაპურია, ყოლხი ხალების არის და თითქოს მოგაგონებთ, აი რომ რივერ დასმა ცნობილმა ანსამბლმა რო იცეკვა და მათ მეს არავის არ შეეძლო ეს შეესრულებინა, ჩვენ პირიქით ჩვენსაც შევასრულებთ მხოლოდ უფრო რთულ მოძრაობებს. საერთოდ ქართულ მაყურებელთან ყოველთვის უფრო მეტად ველავთ ხოლმე, იმიტომ რომ ბევრად უფრო კრიტიკულია ქართული მაყურებელი, ეს იმათ ანუ ქართული კულტურა ბევრად და ახლოს არის თავისია და ყველაფერი იცის და ბევრად უფრო ტკივნეულად იღებს ყველანაირ ცვლილებას არის თუ რომე ახალს და ბატონ ჯემალს მულოცავ წინას 78 წლის იუბილეს და აგრეთვე ძალიან დიდი პატივი არის რა თქმა უნდა საკუთარ რეგიონში ოზურგეთში უცნიერ ვარსკვლავს და ეს თუნდაც ანსამბლს ძალიან გვახარებს და ვიხარია. ოზურგეთის დრამატული თეატრის წინ ჯემალ ჭკუასელის პერსონალური ვარსკვლავი გაიხსნება. ანსამბლ ერისიონის ვარსკვლავი კი თბილისში რუსთაველის თეატრის წინ თითქმის 4 წელია არსებობს. ოზურგეთში ხვალ არის ზეიმი, რომელიც დაიწყება დილიდან, იქიდან გამომდინარე, რომ მართლა ძალიან კაი, ძალიან დიდი ქართველის ვარსკვლავი იხსნება ბატონ ჯემალ ჭკუასელის. ჩამოდის ფრიდონ სულაბერიძე ჩადის, ძველი სუხიშვილები, რუსთავის ანსამბლი, სულ ყველა რა ვიცი მე. ბატონ ურთმედ, რა ვიცი, ძალიან ბევრი, მისი კოლეგები და მეგობრები, აზორ ერქომაიშვილი. ერთგული მაყურებლის გაოცების სურვილით შთაგონებული და ენთუზიაზმით ახსავსე მოცეკვავეები რეპეტიციებს საათობით გადიან. ჯემალ ჭკუასელი მიიჩნევს, რომ ქართველი მაყურებელი მათი ყველაზე კრიტიკული და ობიექტური შემფასებელია.